ჯან დიდი შეცდომა აკეთებს მეგობრებო, თუ ხარ ქალბატონი და ჯერ არ დაგიწყია სელის თესლის ჭამა. ყოველდღე ერთი კოზი, სუფრის კოზი სელის თესლი თუ არა ჭამს, ჯან დიდი შეცდომას აკეთებს. რატო აკეთებს შეცდომა? ეგეთი ქალური პრობლემებისთვის, რომელიც ყველა ხალს აქვს დღეს. ეს სელის თესლი დაგეხმარება მაგის კურნალობაში. ბოლომდე უყურე მეგობრებო ვიდეო, ეს სელის თესლი რას აკეთებს ჩვენი ორგანიზმისთვის, სპეციალურად ქალების ჯანმრთელობისთვის, რომელიც იმატება ასაკში. და არ მოიფიქრო მარტო ქალებისთვისაა. კაცები როცა ასაკში იმატებიან, მაგის ჯანმრთელობისთვისაც სასწაულია. როგორ უნდა დალიო, როგორ უნდა ჭამო, როგორ უნდა გაამზადო, რამდენი ხანი უნდა დალიო, ეს ყველა კითხვის პასუხი ამ ვიდეოში. აი ამბავი მეგობრებო, კვლევები ჩატარებულია ეგეთი ქალები, რომელიც ჭამდა დაახლოებით 32 გრამი სელის თესლი დღეში, მკერდის კიბოს რისკი 38% შემცირდა. ეს კვლევა ჩატარებულია. ეს რატოა? როცა ქალი უმატებს ასაკში, 30 წლის მერე ესტროჯენი რო არის ქალის ჰორმონი. კაცის ჰორმონი არის ტესტოსტერონი, ასაკში რო უმატება, კაცის ჰორმონი ქვევით მიდის, ისევე ისე ქალის ჰორმონი არის ესტროჯენი, ესტროჯენი ქვევით რო მიდის, დაიწყებს ნაოჭის მოსულა, თმის წვენა, ანუ ქალების დაბერის პროცესი იწყება, როცა ესტროჯენი ქვევით მიდის. სანამ ესტროჯენი არის მაგალი, კიბოს რისკიც ძალიან შემცირებულია. და თუ თქვენ ჭამს 32 გრამი, ეს დაახლოებით გამოდის ერთი სუფრის კოზი, თუ ჭამ დღესი, კიბოს რისკი ქალებში, რასაც ყველაზე მეტი კიბო არის, მკერდის კიბო, მაგის რისკი დაახლოებით 38% ისეთაც შემჩირდება. ახლა კაცებმა არ მოიფიქრო, აიმე მაგის ჭამის მერე იმატება ესტროჯენი და ესტროჯენი ქალური ჰორმონია, კაცებს არ ჭირდება. არა მეგობრებო, მეტაბოლიზმი კარგად აკეთებს ეს თესლი. ზედმეტი როცა არის კაცებში, იმ შემთხვევაში დაეხმარება ტესტოსტერონი რომ მაღალი იყო. და კაცებში რო ასაკი რო იმატება, პროსტატის პრობლემა რომ მოდის, იმ შემთხვევაში თუ ჭამს თქვენ სელის თესლი ყოველდღე, ეს ტესტოსტერონი საკმარისი იქნება და კაცური პრობლემები რო არის კაცებში, პროსტატის პრობლემები, ხან პროსტატა გადიდდება, ხან იქ არის ანთების პროცესი. ეს ჩანსი იქნება ძალიან შემცირებული. ნახე მეგობრებო, კაცებისთვის და ქალებისთვის, ორივესთვის სასარგებლოა სელის თესლი. ქალები როცა menstrually მორჩება იმ ასაკში, ჯოგი ხალს 35 წლიდან, 40 წლიდან, ჯოგი ცოტა გვიანამდე არის. იმ შემთხვევაში მერე ქალებს ხან ცივა, ხან ოფლი მოდის. ჯამთარშიც ოფლი მოდის. hot flashes ქვია ინგლისურად. ადიელა გახდომა მოგინდება, ოფლი მოვიდა, უცბად გაწივდება. იმ შემთხვევაშიც სელის თესლი დაგეხმარება, როცა ესტროჯენი ქვევით მიდის, თმები ძალიან გათხელდება და კანი გაეშრება. ფეხებში, ხუსლები აფეთყდება. ეს დაბალი ესტროჯენის ბრალია მეგობრებო. ჭამე ყოველდღე ერთი სუფრის კოზი, კარგი კანი იქნება, კარგი თმები იქნება და ქალური ჰორმონების შენარჩუნებისთვის ბუნებრივი საშუალება ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესოა სელის თესლი. სელის თესლი მეგობრებო, ბანანზე მეტი კალიუმი შედის. ხო ცნობილია ბანანი, კალიუმის თუ გინდა ბანანი ჭამე. ბანანზე მეტი სელის თესლში შედის, რომელიც ყოველდღე ჭამა შეიძლება ერთი სუფრის კოზი. ერთხელ გაკეთება უნდა, დაახლოებით 10 დღე არ გაფუჭდება, თითო
10 დღის მერე ერთხელ აუცილებლად უნდა გააკეთო და ერთი სუფრის ყოზი უნდა ჭამო. აქ შედის დიდი რაოდენობით ბოჭკო. ბოჭკო საჭიროა ჩვენი ნაწლავებისთვის და სადაც ბოჭკო შედის დიდი რაოდენობით, მეგობრებო, ცუდი ქოლესტერინი შემცირდება, კარგი ქოლესტერინი მოიმატება. იმიტომ თუ გაწუხებს ქოლესტერინის პრობლემა, მაშინ კვებაში აუცილებლად უნდა მოიტანო სეილის თესლი. თუ ხარ ეგეთი ადამიანი, ვისაც აჩუქებს დიაბეტი. ამ შემთხვევაში შეიძლება სეილის თესლის წამა, იმიტომ ინსულინი უფრო სენსიტიური გახდება, ბოჭკო შედის, რის გამოც ნელა-ნელა გადამუშავდება და როგორც ყოველთვის გეუბნები, როცა სტაბილური იქნება სიცხლში გლუკოზის რაოდენობა, თქვენი დიაბეტის მკურნალობა იქიდან დაიწყება. მაგისთვის ჭირდება კვების გასწორება, არა წამალი. არის ერთ-ერთი ანტიოქსიდენტი, ანთების საწინამდგო. ეს ვიდეო ძალიან გაგრძელდება, თუ კიდე დავიწყებთ მაგისი კარგი თივსების რო გითხრა. ეხლა უნდა გითხრა, როგორ უნდა გაამზადო ეს. მაგი უმიჭამა არ შეიძლება. ჯოგი მინახია, პირდაპირ კლაპავს. უმიჭამა არადროს არ შეიძლება, მაგის ჭამა არსებობს ორნაირად. სეილის თესლში, მეგობრებო, შედის ანტინუტრიენტები, რომელიც შიგნით არ უნდა წავიდეთ. მაგი რომ მოაშოროთ, რა უნდა გააკეთო? პირველ რიგში, თქვენ რომ მოხალებს, უცბად მოიხალავს მაგას, არ ჭირდება სხვა თესლებისთვის დიდი რაოდენობა, დიდი დრო. რომ მოხალავს, თევზის სუნი მოვა, იმიტომ აქ შედის ომეგა-3, ბუნებრივი ომეგა-3. უცბად ერთი თუთიც არ უნდა მოხალე, იმ შემთხვევაში ანტინუტრიენტები მოშორდება. მეორე გზა არსებობს, მეგობრებო, უნდა გააკეთო ქლორთები, სპრაუტს რო ეძახიან ინგლისურად. ღამე დატოვე თელი ღამე წყალში და მერე ნებისმიერი მარლაში ან ბამბის ნაწილში უნდა შეფუთო. სიბნელე ადგილზე დადებ და მეორე დღე დახდება ეგეთი სურათში რო ხედავთ, სპრაუტს ამოვა. ან მოხალე, ან ეს პროცედურა გააკეთე. მე მგონი მოხალვა უფრო ადვილია, მოხალეთ, მერე კავის აპარატი ხო არის, როგორც კავა. დაფხვი კავასავით და ყოველდღე დაახლოებით 30 გრამი ერთი ეს სავსე ნებისმიერი საჭმელში შეურიეთ და ეს საჭმელი ჭამე. ეს საჭმელი გახდება უფრო სასარგებლო, შეიძლება ნებისმიერი საჭმელში შედის. ან პირდაპირ ძევიდან თბილი წყალი. მოხვალვის მერე, მეგობრებო, ოქსიდაცია კეთდება მალე სეილის თესლის. იმიტომ დაახლოებით 10 დღე შეგიძლია მოხალეთ, დაფხვი კონტეინერში შეინახე და შეიძლება ეხლა ზაფხული რომ მოდის, გარეთ არ გაფუჭდე, მაცივარში შეინახე. ყოველდღე ერთი კოზი და 10 დღის განმავლობაში კიდე გააკეთე, კიდე შეინახე, კიდე გააკეთე. ქალების ჯანმრთელობისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პროდუქტია, მეგობრებო. წამე 2-3 თვე და თქვენ მიხვდები მაგის ძალა. თუ მოგეწონა ინფორმაცია, აუცილებლად გააზიარეთ მეგობრებში და გამოიწერე არქი, გამოწერების მერე ზევით ეს რო არის ძარი, აუცილებლად არის დააწყაპე, რომ შემდეგი ვიდეოს ეთყობინობა თქვენამდე მოვიდე. სულიკავი, ჯანმრთელი და ბედნიერი.